თუ ქვეყნები ფლობენ ასე ვთქვათ ბიტკოინს და კრიპტოვალუტას, მათ ამის აღრიცხვა ესე ოფიციალურად და ასე ვთქვათ შემოსავლებში დაფიქსირება არ უწევთ და პრინციპში ერთ-ერთი ახალი ასე ვთქვათ განმარტება შეიქმნა არაწარმოებული არაფინანსური აქტივების სახით და 2029-2030 წლიდან უკვე ნებისმიერ ქვეყანას შეიძლება ასე ვთქვათ ბალანსზე ოფიციალურად ჩაწეროს ამა თუ იმ კრიპტოვალუტის ფლობა. პრინციპში ეს კალკულაცია როგორც კი შევა მთლიანი შიდა პროდუქტის დათვლის დროს რაღაც კორექტირებები შეიძლება შევიდეს. IMF-ს მოუწია იმის აღიარება საბოლოო ჯამში, რომ შეიცვალა აი პირველ ბოლო გადახედვა, ასე ვთქვათ, რა აქტივები უნდა შესულიყო, არ შესულიყო, იყო 2008 წლის პერიოდი, და 2008 წლის პერიოდის შემდგომ პირველად გადახედეს და თუ წაიკითხავთ თქვენ ამ განცხადებას, ამ განცხადებაში წერია, რომ ასე ვთქვათ, გავლენას ახდენენ თანამედროვე ფინანსურ სამყაროზე და ტენდენციებზე ეს უკვე კრიპტოვალუტებზე იყო ძირითადად საუბარი და უკვე საერთაშორისო სავალუტო ფონდსაც უწევს ამის აღიარება. დაწერთ კომენტარებში იცით თუ არა, პირველ ადგილზე რომელი ქვეყანა არის ბიტკოინის ფლობის კუთხით, რომელსაც აქვს პერსპექტივა რომ იყოს პირველი.